გადავიფრინე მე კახეთი ვერტმფრენი სპეციალურად ზემოდან რაც ვნახე თელავში და გარშემო სოფლებში იქ სადაც მსახურებია რამდენიმე ხნის წინ საერთოდ არ იყო პრაქტიკულად თითქმის ყველგან არის გადახურული თუმცა ვნახე რამდენიმე სახო ადგილზე მაინც კიდე რჩება ხო სამუშაოები მიდის როგორ მიდის ეს საქმეები რამდენი სახურავი დაგვრჩა ნუ სახურავების თემასთან დაკავშირებით დაახლოებით 95% სამუშაოები შესრულებული არის დღეს ეტაპზე დასრულებული არის 3009 დასრულებული არის ბოლომდე გაკეთდა ის ხო გაუკეთეთ კალები თუ თავი პრობლემა იყო ის სახურავი დაზიანდა რომელსაც სახლებს კალები არ ხვალ გარშემო უკვე მეც გავერკვიეთ ამ პატარა დეტალები კი გადახურვის სამუშაოები დასრულებულია და ახლა მიმდინარეობს ჟოლობების კალების დამუშავება და პრაქტიკულად 3953 სახლი უკვე დასრულებულია ხოდამხოდ 154 სახლი დაუჩა დღეს გადასახური და აქ უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, შენებლები არ ჩერდებიან, უბან-უბან გადადიან და აი ეს პატარა სახლები სადაც იყო კრამიტები და რაღაცები დაზიანებული, სადაც რამდენიმე ჩამოვარდა სადაც უფრო ყველაზე აქტუალური პრობლემა ამ წუთას კახეთში არის კრამიტ ძველ სახლებთან, ეგრეთ წოდებულ კრამიტიან სახლებთან დაკავშირებით. ჩვენ შევქმნით კომისია და მიმდინარეობს აღწერ ამ სახლების დღეს მდგომარეობით დადგენილია დაახლოებით 800 სახლი თელავსა და გურჯაანში, მაგრამ ძირითადი მოცულობა თელავში არის განლაგებული. ახლა დავყოფთ კატეგორიებად, სამი კატეგორიად, პირველი დაზიანების, მეორე, მესამე დაზიანების და შემდგომ უკვე პირველი დაზიანების კატეგორიის დაზიანების სადაც არის უკვე მშენებლები შედიან დღეიდან და იწყება განახლება და სხვა კატეგორიებთან მიმართებაში ვფიქრობთ ახლა მოსახლეობას მივცეთ მასალები, კომპენსაცია თუ ერთობლივად გადავწყვიტოთ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში. აი, ფულად კომპენსაცია განადგურებულ ვენახების და ნათესებზე, როდის ვიწევთ აგრეთვე რამდენიმე დღე გვჭირდება 17000 ოჯახი უკვე აღრიცხულია. უახლოეს პერიოდში ჩვენ დავასრულებთ სათითაო ოჯახის იდენტიფიცირებას და შესაბამისად როგორი დავალებაც გვაქვს მიღებული ჯანდაცვის სამინისტროს ამ სიებს გადავუგზავნით. ეს რეალურად სადღაც რამდენი დღის პარაგრაფში დაიწყება კომპენსაციების გაცემა? ეს დაახლოებით 10 დღეში ჩვენ მორჩებით სრული ბაზის სრულყოფას, რის შემდეგაც უკვე ჯანდაცვის სამინისტრო მოგეთ სადაც სექტემბრის პირველ კვირაში უკვე დამთავრებული უნდა იყოს ეს კომპენსაციები. ხა ხალხი მაგ დროისთვის ელოდებოდა რთველის დაწყებას აგვისტოს ბოლოს სექტემბერში რა ვის ის მაინც გააკეთოს რომ ფული მიიღონ თავიდან ხო? ეს ერთი რომ აღარ გაიჯანჯლოს იქ უსაშველოდ. რაღაც სასუქები დიდ ნაწილში დავარიგეთ ხო უკვე? აგრო დახმარების პაკეტი დარიგებული არის სრულად, სასუქათო დახმარების პაკეტი სრულად არის. მე ვფიქრობ რაღაც პატარ-პატარ ადგილები დაგვჭირ ჩვენ სასუქების და შესაძლებლობის დასარიგების და მაგათ დარიგების და მაგათაც დამატებით. ალბათ წაიმუშავეთ კიდევ ვისაც დაჭირდება. ამის გარდა ესე იგი სტუდენტებზე რა ხდება? სტუდენტებზე აღრიცხვად დასასრულს სახელმწიფო სასწავლებელში ჩვენ დავპირდით რომ გავანთავისუფლებით მათ დაახლოებით 900 სტუდენტი უკვე აღრიცხულია. ეხლა შევიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან ერთად განაცხადის ფორმა და ფაქტიურად ამ ფორმების შევსებას დასასრულს უახლოვდება და ჩვენ უკვე 1 სექტემბრისთვის სრულყოფილი სურათი გვექნება, რამდენი სტუდენტი იქნება გასანთავისუფლებელი გადასახადისები. პრინციპულად რექტორებს, უნივერსიტეტის რექტორებს მიეცათ სამინისტროსგან მითითება და დღეს მდგომარეობით არავინ არ მოსთხოვს სტუდენტებს. შეგვიძლია სახელმწიფო რაც არის, იქ შეგვიძლია ამის გაკეთება. რაც არის სახელმწიფო, იქ თვითონ სასწავლებელი უნდა გადაწყვიტოს, თუმცა მე პირადად მივცემ მათაც რეკომენდაციას რომ მაქსიმალურად კეთილგანწყობით შეხედონ ამ სიტუაციას, შევიდნენ მდგომარეობაში. ამის გარდა ჩვენ ქონდა კრედიტების, სესხების საკითხი ხო, გაკეთების უკვე აღირიცხა ყველა ვის უნდა. ეროვნულ ბანკთან ერთად ყოველდღიურად მუშაობთ ჩვენ. ყველა ბანკი არის გავფრთხილებული და ფაქტობრივად მიმდინარეობს სიების დაზუსტება, აგროსესხი, ვისაც აქვს გამოტანილი, რათა სახელმწიფომ დაუფაროს შესაბამისი პროცესი. აი, დენის ინფრასტრუქტურა როდის არის? დენის ინფრასტრუქტურა მინდა გითხრათ, რომ თითქმის აღდგენილია. ჩვენ გარე განათებაში რამოდენიმე წერტილი გვაქვს დარჩენილი, სადაც ისევ მიმდინარეობს მუშაობა და მიწაში ჩაგვაქვს ხა ეს რომ მე მომავალში აღარ დაიწყო. ქალაქის ტერიტორიაზე უზრუნველყავით მიწაში ჩადენა, მაგრამ სოფლის ტერიტორიაზე ჯერჯერობით ისევ საჰაერო განაწილება. და თან ეს პრობლემა უკავშირდება გამრიცხველიანების პრობლემას. რახან მოვკიდეთ ხელი და თუნდაც ენერგოინფრასტრუქტურას ვანახლებთ კაბელებს და ამ შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ სოფლების უმრავლესობაში დიდ სოფლებში გამრიცხველიანების პარალელურ რეჟიმში გამრიცხველიანების ხო ესე რეალურად ამ განადგურების შემდეგ რომ ამ საოცრების შემდეგ რაც ვნახეთ უნდა ინფრასტრუქტურა ბევრად უკეთეს მივიღოთ გამოვიდეთ გაძლიერება როგორც ქალაქი თელა უკეთესი იქნება როგორც სოფლებში ბევრი რაღაც უკეთეს მოგაკეთეს გზები უნდა დავაგოთ ბევრგან ასევე ინფრასტრუქტურა ისეთ რაღაც ბევრად უფრო დაცული უნდა იყოს როგორც აი ეს იგივე სახლებს როგორც ვამაგრებთ და იმ სახლებს რომ ახალი ტექნოლოგიით რომ მეორეჯერ აღარ მოგლიჯოს და გაუძლოს ასეთი ტიპის სტიქიას
რა თქმა უნდა ჯობია რომ არ მოხდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფრო გამძლე გახდეს, ასევე ინფრასტრუქტურა უფრო უნდა გაძლიერებული გამოვიდეს და კიდევ ერთი დეტალია, რაც მე მოხდა თვალში თელავში რო ვიყავი, წვარენარგაების განადგურება და ჩვენ სექტემბერში ალბათ უნდა შევესიოთ და მე თვითონ სიამოვნებით მივიღებ ამ აქციაში მონაწილეობას, დავრგოთ ბევრი წვარენარგავი. თელავში ხდება სიმწვანე, კარგად. ეს მოლოდინი თელაველებს აქვს და იციან რომ სექტემბრიდან ოქტომბრიდან ჩვენ ფართო მასშტაბიან აქციას დავიწყოთ ამ მიმართებით და თვითონაც გამოდგეს სურვილი რომ ამ აქციაში ჩაებნენ მოხალისეების სტატუსი და მიიღო მონაწილეობა. სწორად განიცადეთ, მეც განვიცადე. მოკლედ ჩვენ ერთი წუთით არ შევასუსტებთ კახეთზე ყურადღებას. უნდა იცოდნენ კახელებმა რომ სადაც რომელ ადგილზეც არ უნდა ცხოვრობდნენ კახეთში, რომ ჩვენ ისინი სუგახსოვს, დაზარალებულები და არადაზარალებულებიც. ჩვენ წელს სამაგალითოდ ჩვენ უნდა ჩავატაროთ. იმედია ყურძის ფასი ბევრად გაიზრდება წინა წლებთან შედარებით. ნუ ნაწილობრივ ობიექტურ მიზეზთან განპირობებულად განადგურდა ნაწილი ყურძნის. და შემდეგ უნდა დავაბინაოთ ეს მოსავალი და გაყიდვები ხა ჩვენ გვაქვს სერიოზული და ღვინის გაყიდვები სოფლიო ბაზრებზე. მე ვფიქრობ, საერთოდ წლევანდელი წლიდან გაყიდვის პრობლემა ქართული ღვინის სოფლიოში აღარ იარსებებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენ არ ხოთ ძველი ვენახე უნდა აღვადგინოთ, არამედ გავაშენოთ ახალი ვენახე. ბევრი ახალი ვენახე და გავაშენოთ და შევუწყოთ ხელს ხელ ამაში, რომ გაშენდეს ახალი ტექნოლოგიები ავითვისოთ, მათ შორის მეღვინეობაში, მაგრამ სხვა იგივე ხელში ახალი ჯიშები უნდა შემოვიტანოთ. ყველანაირად ხელი შევუწყოთ, გავაძლიეროთ ეს სოფლის მეურნეობის სადგურები. მოკლედ კახეთი უნდა დამშვენებული და გაძლიერებული გამოვიდეს ამ ძალიან უსიამოვნო სიტუაციიდან. თუმცა რა თქმა უნდა ხალხის ზარალი კიდევ დიდხანს გაყვება და მე ძალიან კარგად ვიცი.